თქვენ არ გჭირდებათ კოლაგენის დალევა, თუ გაქვთ მოწესრიგებული კვების რაციონი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ღებულობთ შესაბამის ცილებს კვებიდან. მაგრამ რამდენია ეს ცილა? ეხლა უყურეთ. დასრული ადამიანისთვის ცილების რაოდენობა მის დღიურ რაციონში უნდა შეადგენდეს დაახლოებით 50-დან 100 გრამამდე. რას ნიშნავს ცილების რაოდენობა? ეს არ ნიშნავს პროდუქტის რაოდენობას. ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტი, თხილეული, ბურღულეული, აქ ყველგან არის ცილები, მაგრამ მე ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ, რომელსაც დღეს შეუძლია დაახლოებით 300 გრამამდე ხორცი მოიხმაროს, რატო? იმიტომ რომ 300 გრამ ხორცში არის ზუსტად ის 50 გრამი ცილე, ეს ხო არ არის მთლიანი განმოტანილი. ამიტომაც ჩემო კარგებო, თუ თქვენ გაქვთ დალაგებული, არ არის პრობლემა. თუ არა, მაგ შემთხვევაში მოგვიწევს მიმართოთ კოლაგენის დანამატებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები, ეს მოქმედებს მათთვის, ვინც არის 30 წლის ზევით. 20 და 25 წლის ასაკში კოლაგენის დანამატის გამოყენება თქვენ არ გჭირდებათ. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის წარმატებულ არჩევანს გისურვებთ.